იღუმენი ნიკონი, სიმდაბლე, წერილი მეათე. აგერ უკვე 10 დღეა, რაც შენი წერილი მივიღე, მაგრამ პასუხის გასაცემად ძალა ვერ მოვიკრიბე. თქვენს განცდებზე აღდგომის ცისკართან დაკავშირებით გეტყვით, რომ ღვთის მოყვარეთა ყოველივე განემარჯვების კეთილად. წმინდა მამები ამბობდნენ, რომ ღვთის სასუფეველი შეუმჩნევლად მოდის, როდესაც სულიერ სიხარულს მოველით შეიძლება და უფრო ხშირად ასეც ხდება, სწორედ მაშინ ვერ მივიღოთ იგი. სულისწორი მდგომარეობა ესაა, შევრაცხოთ თავი უღირსად ყოველგვარი სულიერი ნუგეშინის ცემისა. მეტიც, წმინდა იოანე კიბისამღწერელი წერს, შემუსრე თავი თვისი სიმდაბლითა და იტყოდე გულსაშინა თვისა, ვითარმედ არა ღირს ვარ სიხარულსა ამას, რაითა არა იყო ადვილად შემწყნარებელ და შეიწყნა რომ გელი მწყემსისა წილ. ამ მასალს სხვადასხვა ფორმით ყველა წმინდა მამა გამოთქვამს. ყოველი კაცი ადვილად მიდრეკადია ყველა ცოდვისაკენ, განსაკუთრებით კი წვრილმანი ცოდვებისაკენ, რომლებიც უხეშ ცოდვებზე არანაკლებ მავნენი არიან. ყველაფრის დანახვა და დაძლევა თავისი ძალებით არავის შეუძლია. მხოლოდ საკუთარი უძლურების, სიგლახაკის, ცოდვილობის, ღვთის წინაშე გადაუხდელი ვალის გაცნობიერება. აქედან კი მოუკლებელი გლოვა გულისა, გული შემოსრული, ხოლო შემოსრულობის მიერ გული მდაბლდება. ღვთის ყველა სათნო ყოფელს, რომ ქონოდა აი სწორი სულიერი მდგომარეობა, რომელიც იფარავს ადამიანს დაცემისაგან, სულიერი ნიჭებისაკენ, მიხავს და იცავს ამ ნიჭებს, თუ კაცი მათი მიღების ღირსი გახდა. მოღვაწე, რომელსაც გულის გლოვა არ გააჩნია, სულიერ ცდომილებაშია. ესე იგი, არასწორი მდგომარეობა აქვს და თუ არ გამოსწორდება, შეიძლება აშკარა ეშმაკისეულ ცდომილებაში ჩავარდეს და წარწყდეს. ჩვენს დროში ეს შეუმჩნეველი ფორმით ხდება, მაგრამ ხდება და მოღვაწეთა დიდი ნაწილი დროებით თუ მუდმივად ცდომილებაში იმყოფება. ეს ძალიან ფაქიზი საკითხია. შემინდეთ, რომ ამას შესაძლოა უდროო დროს გეუბნებოდეთ. საერო პირებს ეს ნაკლებად ეხება, თუმცა ნაწილობრივ კი ეხება, მაგრამ ცხადია უფრო უბრალო ფორმით. აი თქვენ გადალახეთ წუხილი და უფროსზე განაწყენება. ან იქნებ იმასაც მიხვდით, რომ ღვთის განგებით სამართლიანად მოგაგდათ ნუგეშინის ცემა, რათა უფრო ღრმად ჩაიხედოთ საკუთარ თავში და დამდაბლდეთ. სულიერ ცხოვრებაში წარმატება, სულიერი ნუგეშინის ცემით კი არის ზომება, რომელიც ბოროტისგანაც შეიძლება იყოს, არამედ სიმდაბლის სიღრმით. შემინდეთ თუ დალაგებულად ვერ მოგწერეთ, თუმცა აზრის სისწორეზე პასუხს ვაგებ. 1959 წლის 18 მაისი.